აი მეორე ვაიმე ვაზნები არ მაქვს. არაფერი, მაგრამ ჯერ მზე ამოვიდეს ბევრი იქნება. მივაგენ, ჩემთან მომიტანე, მოდი. ჩემთან. მოდი. დადე. ფუ. მაგრამ შენ რო იცოდე 40-45 მეტრაზე ახლოს ეგეც არ იყო. ანუ 40 პლუს გიწევს მუშაობა, უნდა ეცადო 40-დან მაქსიმუმ 60-ის ფარგლებში იმუშაო რა, 40 პლუს. გითხარი, დაიცა მზე ამოვიდეს მეთქი. ხო? მაგარი იყო. აჰა. ერთი ბილეთი გაფორმებულია. იქაც აი მაგნაირსო კარგად რო დაუმუღამებ, მე იქაც კარგად უწკაპუნებ რა. მაგრამ ხო გეუბნები აი ამ ხის წვერებზე და აი მაქსიმალებზე შემოგვივა ქედანი რა და რაზე უნდა ესროლო ახლა კილომეტრზე. ხო. წამოვა ყობა დაიცადე. ჯერ ყველაფერი წინ არის. ჯერ კონცერტი ახლა იწყება. შემოდის. Короче, იქეთა ზოლი აირჩიეს აშკარად დღეს. იქეთა ზოლი აქვს უფრო არჩეული აშკარად დღეს. სულ იმ ზოლზე დათამაშობენ ხის წვერებს. რა სამბობს, კაცო? გაიტანა ბიჭო, არა და რა მაგრად მოხვდა. გაიტანა, წავიდა ძალიან შორს ჩავარდა. ვერ დავაზღვიე, ვერ გავარტყი მე. წავიდა ნახა. ნახევა. ნახე. მოიტა, მოდი. მოდი. დადე. ფუ. Silabasi. Tanati. Kai kokohar. Valetici. ესეთი ნამაზი ეგზემპლარი. ძალიან უგროუკრო დაკარგული, მაგრამ მოვიწადინეთ და ძაღლმა იპოვა ღმერთის წყალობით. ძალიან ბევრი გვაქვს გაცდენა. ბევრი ყავს 5-დან ბუმბულ გაყრევინებული, რა ვიცი 10 სანტიმეტრი რით ვეღარ გავწიე წინ ხელი რომ სუსტად მოვარტყავ, ვერ ხვდები. ხე მივიდა. ხე ნახე წინ
წინ მოდი აქ ორი ცალი ყავს მოსაძებნი ეხლა ერთი წინ და ერთი უკან ნადირობ 7+4 ბაშიერ პელაგრეს ძალიან მაგარი შედეგი დავდე ორი ცალი ეხლა ჩამოვაგდე ამ ვაზნით ზედი Z 7+4 და საქმე იმაშია რომ ერთი ხის ამბარი იყო კიდე ინახავთ 52 მეტრად დავზონე მანძილი მოსამით ეს კიდე მინაფრენი იყო არანაკლები მანძილი იყო ასე ვთქვათ რა 40-ზე ნაკლები არ იყო 50-ზე მეტი არ იქნებოდა ესეც მოგნადირეთ მინაფრენში ასე რომ 7+4 50 მეტრამდე არის იდეალური ვარიანტი მე რო აკვირდები ახიება ახია კარი ახე მოიტა მოდი აბა მოდი ჩემთან მოდი ჩემთან მოდი ჩემთან მოდი ფუ დადე ნუ არა ფუჭებ საითაც გინდა აი შეატყე სიტუაციას და უყურე რეები შემოდის დაიცა ჩუმად იყავით აი ხეებზე დაგვისხდებიან ეგ კი შედი კობა არ არის პრობლემა ანტარი ნახე მოდი Hey, მოიტა, მოდი, ჩემთან, დადე, ფუ, Archie.
ეგარი. კაი გოგო. წავიდა ნახა. ანდარი, ნახე. აი ეგარი. მოიტა. მოდი. ჩემთან. მოდი. აი გოგო, მოდი. მომიცი. ფუ. მალეთ. რა ვიცი, რა ვთქვა? არ ვიცი, ისეთი მანძილიდან მოიხსნა 6 ნომრით. მეგონი სეზონის დახურვის ბოლო კედანია. საღამოაუგე სხივი დასწია და ჩვენც გასვლა უნდა დავიწყოთ. მოიტა. მოდი ჩემთან. მოდი ჩემთან. დადი. ფუ. აი გოგო. ესეთი ბომბორა ბუთხუზა მეგონი დღეს ყველაზე დიდი კედანია. ჩავარდი კიდე სადმე დავკარგე ბახში კიდე წყალში ჩავარდა თუ რა აუ ვიპოვე ვა როგორც იქნა უიღბლობის ნავსი გავდეხე ამის დედად 2 თუ 3 დაჭრილი დასული სამი ცალი დაკარგული და აი ეს ძლივს ვიპოვე დღევანდელი უიღბლობიდან რაღაცა გამოვწვენე მაინც რაღაცა გამოიყვან მადლობა ღმერთო ამისთვისაც კედანზე ნადირობისას ტელეფონზე ვლაპარაკობ ზუსტად მაშინ გადმოდის სასროლზე ერთხელ კი დავკარგე ადრე ვასილე დამემართა ეხლა ვიპოვე მადლობა ღმერთს მაგრამ Oh! ვიპოვე სადაყოფილა მაგის დედავატირი კიდე კარგი არა და ვიფიქრე კაცო ნაპირზე დაეცა და 2 ცალი კი წყალმა წამართვა მაგის დედავატირი და ეგ კიდე კაი მესამე ვიპოვე მაგრამ ეხა ამოტან არ ვიდა აქ რა რაღაცით უნდა მოვიტანო ამას აქ არ დავტოვებ შანსი არ არის ეს თუფი მოვაყუდოთ და იქ დამარჩავიდე რაღაცნაირად. მადლობა.
ხოლო სულ ყველა არ დამაკარგინე თორე ძალიან ამერველობდი რომ კრავდი და წყალს რომ მივქონდა ეგ უნებისთვისაც დაკარგული გამოდიოდა ისაც Opa. ვიცახდი აქ უნდა იყოს ახლოში თქო და ხედავ სადა ყოფილა მადლობა ოპა ოპა ეს ეგნა და მაინც კიდევ ვიპოვე კიდევ კაი ესეც სამი აღებული და ესე იგი გამოდის ორი დაჭრილი წამები და ერთი თითქმის ჩამოვარდნილი დაბლა უკვე სადაც არ უნდა დაცემულიყო იფრთხილა და გაასწორა ფრთები ბიჭო და ხეებში გავიდა ესე წამები და დავკარგე ერთი ეგ ნაღდი მეორეც დაჭრილი წამები და ესე იგი სამი მეგონა და ერთი ვიპოვე და ორი კიდე წყალმა დამართა გამოდის 5-7 ჯამში ერთი სამცალი ხლება კიდე გვაქვს საკუთარ თავს მივცეთ. ეხლა ერთი შემოვაგე. და თელმანამდე ვქონდა აღებული მე-4-ია, 4 თვე. ის ასაღები მაქვს. წყალმა დამართვა მეგე სამი ცალები. წყალმა? ცოტა იგივე ვერ დადექში. ო, იქით რომ ვდგები კიდე ვწდები იმ ხეს, სადაც მიდიოდნენ. ვა. და მე ერთი კი ვიპოვე. კარჩი აქ შემოდის. არ მიდა სროლა, მე შემნა გიყურ. ო. +4? აქ უნდა მოხვიდე ისევ? ჯოგიოს თავზე გადაუარა რა კაი მანძი დაიცა ეგეც 4 6 ნომრით თა ესეც ვიპოვეთ მადლობა დავხედა გუნდი ხელა გუნდია ბიჭო უწყეთი ნაკადი მარა მაღალია ძალიან შალო ვერ მოგითვინა ნერვებმა არა ძმაო მაღალია ძალიან მაღალი ბიჭო საფანტი თავზე ჩამომაყარა ძალიან მაღალია შალიკო
წავიდა მოპოვება. შეგენაცვალე შენ. ბიჭებო წავიდა მოპოვება ქედნის. წავიდა ქედანის მოპოვება. ჩამო. გდებული. ქედანი აი ესეთი ბარდების გალეწვა. მიწევს უსულოდ დაეცა ფოლადის 3 ნომერი. ესეთი ჯაგის განგრევა გვიწევს რომ მივაგნოთ ამ ყველაფერს და აი ისიც დიდება უფალს ესეთი ლამაზი დღისთვის რომ შეგვიდგინა ფაქტიურად ნადირობა შემდგარია ჩემო მეგობრებო რომ ესეთ დილას ესეთ ლამაზ დღეს ესეთი ლამაზი ქედანი მოგვაპოვებინა. მოკლედ დავიწყეთ ქედნის მომზადება, ვნახოთ ჩვენებურ ვარიანტს შემოგთავაზებთ და რა გამოვა. დავჭერით 4 ასე რომ ვთქვათ და ბევრი ძახის ნაბეღლავში დავალებოთ და ასე შემდეგ, მაგრამ მე ნანადირებს ვაჭრებ გამდინარე წყალში, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოცილდეს სისხლი. ანუ უკვე კაი ხანია გვაქვს და როგორ კაცკარიალდა. ლიანად აი ძალიან ძნელად ხაუშვებს სისხლს. ამას კიდევ ცოტა ხანს გავაჩერებ გამდინარე წყალში. ესეც რაც შეიფერა, ესეც მოცილდება და სისხლები აღარ გაუყვება. ეს სისხლი არის ის სპეციფიკური გემოები ზოგადად რაც შეიძლება ნანადირებს ახლდეს და არ სიამოვნებდეს რომ აქვს. ვაგრძელებთ გამდინარე წყალში 4 წუთი ყოფნას. აი ესეთნაირად გაწკრიალდა საერთო ჯამში. აქ გვაქვს 3 ქედანი. ეხლა ჩვენ ამას ჩავალაგებთ მაღალ ტაფაში, ასე რომ ვთქვათ, სადაც დავასხამთ ნაბეღლავს, ჩავშუშავთ და ჩავთუთხავთ ნაბეღლავში ან ბორჯომში. ამ შემთხვევაში ბორჯომი გვაქვს. რაც კიდე იწევს დაბროწლ, ასე რომ ვთქვათ, ზედმეტი რაღაცების გამოტანას გარეთ და დარბილებას ხორცისას. და მე დავამატებ კარაქს უკვე მომზადებისკენ რო წავა ხორცი და დავაწითლებთ ამას რა. რამე განსაკუთრებულს არ ვაკეთებთ. შევწვავთ და შეიძლება მაიონეზში ჩავალაგოთ. წვნიანი მაიონეზი გავაკეთოთ და იქ ჩავალაგოთ შემწვარი ქედანი. ნახოთ რა გამოგვივა. ეხლა ჩვენ მოკლედ ბორჯომზე დავადუღეთ, ანუ პირველად ვადუღეთ და კაფეში წამოიღო მოვხატეთ და გადავუღვართ პირველი ბორჯომი და მე კიდე დავასფერდი მოკლედ ბორჯომი და დავადუღეთ მთლიანად ის 1 ლიტრიანი ბორჯომი ზედ. დუღილის დროს ჩაუვიდე 200 გრამიანი დარაკი და 100 გრამი და ეხლა როდესაც უკვე შეწვის პირას მივიდა მეორე ნახევარი დავამატე ეხლა. ეხლა ეს მოხარშული ბორჯომში მოხარშული ქედნის ხორცი დაიწყებს აქ დაბროწლებას, ანუ
შეწვას და მე ამ ყველაფერს მოვავთავსებთ მაიონეზის ხსნარში, რომელიც არის თბილ წყალში განზავებული, აქვს მარილი და ნიორი დამატებული. და ამ ყველაფერს მე მოვავთავსებთ მწვენში და გამოგვივა გემრიელი საკვები. აი ესეთნაირად შეიწვა კარაქში. ამ ყველაფერს მოვავთავსებთ ამ მაიონეზის ხსნარში. საერთო ჯამში კი მივიღეთ ესეთი რამე და გემრიელი ნანადირების მომზადებას გისურვებთ ყველა თქვენთაგანს.